საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვას მეუღლესთან და მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო. სადღესასწაულო ღვთისმსახურებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ აღავლინა. წირვის დაწყებამდე პატრიარქის საშობაო ეპისტოლე წაიკითხეს. Sapsashina ishvada bagasa mizvina ჩვენი საცხოვრებისათვის ქრისტემა ჭეშმარიტმა ღმერთმა ჩვენმა მეოხებით და პავლადურს დედისათვის ისათა და ყოველთა წმინდათა შეგვიწყალდეს და გვასხოვნეს ჩვენ ვით არცა სახიერ ხარ საქართველოს ულოცა მთელი სურდა და გულით დღევანდელ დღეს ეს არის მართლაც წინვა დღესასწაული ჩვენთვის და ყველა ქრისტიანისთვის. მე მინდა უსურვო სულიერი სიმშვიდე, გაძლიერება, სიმტკიცე უსურვო და შობა არის დაკავშირებული, ასოცირებული ახალი იმედთან და მე მინდა უსურვო თითოეულ მოქალაქეს იმედი, უსურვო სიყვარული, უსურვო მშვიდობა და ასწორე სულიერი სიმშვიდე. პატრიარქის ეპისტოლე რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის იყო ძალიან საინტერესო, მე ძალიან გამიხარდა რომ იგი შეეხო ჩვენთვის ძალიან ზურპას ინსტიტუტს ოჯახს და ისაუბრა ოჯახის სიმტკიცეზე, ისაუბრა ოჯახის მნიშვნელობაზე და ზოგადად მიმაჩნია რომ ჩვენი სახელმწიფო ძლიერება არის დაფუძნებული ოჯახების ძლიერებაზე. თუ ჩვენ ძლიერი ოჯახი არ გვქნება, ვერ იქნება ჩვენი სახელმწიფო შესაბამისად ძლიერი. ასე რომ მიმაჩნია რომ ეს იყო ძალიან დროული გადაგება და მე უერთდები იმ სულისკვეთებას, რაც იყო ჩადებული ეპისტოლეში.